ხვალ 16 იანვარს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელსა და საკრებულოს წევრ გოგი მაჩხაშვილს ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. მარადისობაში გადაინაცვლა, თუმცა თავისი კეთილშობილებითა და უანგარო სიყვარულით ყველას გულში წარუშლელი კვალი დატოვა. გვჯერა, რომ მისი კეთილის საქმეები მომავალ თაობებს სამაგალითოდ დარჩება. ტელეკომპანია გურჯაანი კიდევ ერთხელ უსამძიმრებს სრულიად გურჯაანს, გამორჩეული ადამიანის დაკარგვას და პატივს მიაგებს მის მარადიულ ხსოვნას. 16 იანვარს მშობლიური რაიონი უკანასკნელ გზაზე დიდი მწუხარებით გააცილებს თავის ამაგდარ შვილს, რომელიც გურჯაანისთვის და სრულიად საქართველოსთვის უდიდესი დანაკლისია. გოგი იყო ისეთი პიროვნება, რომელიც თავის ცხოვრების ისტორია თვითონ დაწერა, თვითონ შექმნა, ახალგაზრდობიდან აქტიურ ცხოვრებაში იყო. მოხდა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თვითონ საზოგადო მოღვაწეები იყვნენ. შოთა ეცედაშვილი, დავით სარაშვილი, გია არსენიშვილი, რომლებთანაც ძალიან ბევრი რამ ისწავლა და აბსოლუტურად უშურველად გადაიტანა საზოგადოებაში, მოსახლეობაში, რომ შეექმნა პრაქტიკულად და განახორციელებინა. მე ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამ ბოლო დროს, რომ ადამიანებზე მზრუნველი ადამიანების დეფიციტი შეიქმნა მისგან, მაგრამ თვითონ გოგი იყო ასეთი, რომ ის ადამიანებზე მართლაც ზრუნველი და მაფიქრალი, შემსრულებელი, მისთვის სულ ერთი იყო ხალი, კაცი, გლეხი, ინტელიგენტი, ყველაზე ერთნაირად აფრქვევდა ამ ზრუნველობას. გაზარდა ახალგაზრდა თაობები, ზრუნავდა არა მარტო გურჯაანებზე, ხომ სულ ამოუთხილად გადაფარებული იყო ყველაზე და ფიქრით და ოცნებით ხვალინდელ დღეზე, ფიქრობდა კახეთზე, საოცარი იდეების და აზრების მაფიქრალი იყო ჭერემზე, გურჯაანის ხვალინდელ დღეზე. მე ვენახე, მეღვინა ამოუწურავი რესურსი ჰქონდა ამ კაცს ფიქრისა და იდეებისა, რომ განახორციელებინა უკეთილშობილესი, უძვირფასესი, მზრუნველი მეგობრებზე, ხალებზე. აი, გითხრათ, როგორ გითხრათ, აი, ალბათ სიტყვებისაც კი ვერ მოვძებნი, იმიტომ რომ ძნელია ადამიანთან რამოდენიმე ათეული წელი იღვაწო მასთან ერთად, ისწავლო კიდეც, ითანამშრომლო კიდეც, იზრუნო კიდეც, იფიქრო კიდეც, რომ ბევრი რამ შექმნა და გააკეთო. გოგის ადამიანური თვისებები თავისი არაჩვეულებრივი დამოკიდებულებით გამოსაზღვრელია. ყველას და ყველაფრის მიმართ. არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, ეს სულიერად უსურვა. ყველაფრის მიმართ. შეუდარებელი იყო. მე ნაკლებად მიმაჩნია, რომ გურჯაანმა კი არა, მთლიან კახეთმა და საქართველოს დაკარგა, მაგრამ თავარი ისა, რომ ეგეთი ადამიანები განუმეორებელი არიან. ჩემს მოახლოეს წლების განმავლობაში უამრავი ღირსეული მეგობარი წავიდა, გაჩნდა სიცარიელე, დაფიქრდები, გადახედავ წარსულ ცხოვრებას, გარემოცვას, როდესაც უკვე სიმცირეა, დეფიციტი ასეთი ადამიანების, ძალიან ბევრ რამეზე უკვე სხვანაირად ფიქრობ. უნაკლო არავინ არ ვართ, არც მე, მაგრამ გოგისნაირი კაცები მე იშვიათად მეგულება, რომ ამ გარემოცვაში მე ვერ ხედავ, რომ არსებობენ, რომ ასე იფიქრებენ, რომ ასე იზრუნებენ, რომ ასე შემოქმედებითები იქნებიან, ასეთი უმციკლო იქნება ოჯახის მიმართ, ახლობლების მიმართ. ნაკლებად მეგულება. ნელია. სამწუხაროა. გულდასაწყვეტია. მაგრამ ალბათ იმ ქვეყნიურ საქართველოსაც შემავსებელი ჭირდება გოგისნაირი კაცების. დამრიგებელი, მომფერებელი, ვერჩიმყოფი. ღმერთმა ნათესაყოს მისი ძვირფასული ქვეყნიურ საქართველოში. დაიტიროს გურჯაანმა უნდა ისე გოგი როგორც მას ეკადრებოდა. უნდა იგლოვოს გოგისნაირი კაცები განუმეორებელნი არიან და აღარ იქნებიან სამწუხაროდ. ძიმია. თვითი გურჯაანსაც სამწუხაროდ. მონას ცხოვრება. მე დამეულ სამწუხარო ბატონი გოგის ოჯახს, მეუღლეს, შვილიშვილებს და სულიად გურჯაანს და თითოეულ გურჯაანელს ის მსუხარება, ეს ტრაგედია, რომელიც თავს დაგვატყდა თითოეულ ჩვენთაგანს, ბევრი დაეწერა, ბევრი ითქვა ბატონ გოგიზე, როგორც უნდაოდ ჭეშმარიტ ქართველზე და მეც მინდა ორიოდე სიტყვით გავიხსენო და ვთქვა ამ უბადლოდ
პატრიოტს და უკეთილშობილის ადამიანს ორედეს სიტყვით გავიხსენო და მოვეფერო ადამიანი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს დააკლდა როგორც მეგობარი. ადამიანი, რომელიც უანგაროდ ურიგებდა ყველა სითბოს, სიყვარულს, არიგებდა და აკეთებდა სიკეთეს. მე ვერ წარმომიდგენია ბატონი გოგის გარეშე ვერც ჩვენი გუნდი და ვერც გურჯაანი, ვერც მისი სამუშაო ოთახი, სადაც ყოველთვის აი დღე არ ჩავარდნილა, დღე არ ყოფილა, რომ მოქალაქე არ მისულიყო და მოქალაქეები არ მიიღო ბატონ გოგის. ეს მოქალაქეები მიდიოდნენ ბატონ გოგისთან იმედით და რწმენით, რომ თავიანთ პრობლემებს იქ გადაწყვეტდნენ და მართლაც ძალიან ბევრი ადამიანი მახსოვს თავჩაქინდრული და ნაღლიანებული შესული ბატონ გოგისთან და მისი ოთახიდან გაბრწყინებული თვალებით გამოსული. ბატონ გოგის ადამიანი უყვარდა, პირველ რიგში პიროვნებაში ხედავდა ადამიანს, პიროვნებას ხედავდა. არ განსჯიდა ადამიანს თავის პოლიტიკური კუთვნილებით, რაიმე სხვა მწამსის მიხედვით, პირველ რიგში ხედავდა ადამიანს, აფასებდა და გვერდში ედგა ყველას. აი ესეთი ადამიანი დაკარგა გურჯაანმა და თითოეულმა ჩვენთაგანმა დავკარგეთ ურწყინვალესი და უდიდესი ადამიანი. გამორჩეული თავისი ნიჭიერებით, პატრიოტიზმით, არაჩვეულებრივი დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი, კაცი, რომელიც გვერდშიც გედგა, ზურგსაც გიმაგრებდა და ომშიც წინ მიდიოდა და პირველ დარტყმას თვითონ იღებდა. ადამიანი, რომელიც ხშირად ჩვენზე ამბობდა, რომ ჩვენი წარმატებების და გამარჯვებების ინიციატორი და ორგანიზატორები ხართ და არა ბატონო გოგი, თქვენი ყავით ყოველთვის ჩვენი წარმატებების, ჩვენი გამარჯვებების და ჩვენი გუნდის წინსვლის სათავეში და ორგანიზატორი ყველა დადებითი ინიციატივის. მე ეს დღეები ვიხსენებ და ძალიან ხშირად იტყოდა ბატონი გოგი, რომ შეუცვლელი ადამიანი ლერი არ არსებობს. მაშინ ვეთანხმებოდი და თამამად ვეთანხმებოდი, მაგრამ დღეს უკვე ვხედავ, რომ ეს სიტყვები აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არის და არ ვეთანხმები, რომ ბატონი გოგი არის შეუცვლელი. და მაშინ კიდევ ერთხელ დავწმუნდით ეს დღეები, რომ ამ ადამიანს ვერავინ ვერ შეცვლის. თავისი განვლილი ცხოვრებით, თავისი ბიოგრაფიით, თავისი ისტორიით, თავისი ნიჭიერებით დაამტკიცა, რომ ეს ადამიანი არის შეუცვლელი. გული მწყდება, რომ ეს ადამიანი ისე წავიდა ქვეყნიდან, რომ მე ის სითბო და სიყვარული ვერ გამოვხატე მის ცხოვრებაში, მის მიმართ სიცოცხლეში ვერ მოვეფერე ისე, როგორც ამას იმსახურებდა ეს ადამიანი. ისევე ტკბილად, თბილად, უმტკივნეულად წავიდა, როგორც იცხოვრა ამ ქვეყანაში. არც ერთი ჩვენთაგანი არ შეგვაწუხა, არ გვაგრძნობინა ის ტკივილი, ის სიმძიმე, რაც მას ჰქონია და რასაც დაატარებდა. აი ესეთი თბილი ადამიანი დავგარგეთ ჩვენ და ესეთი მეგობარი და მე არ ვიცი ჩვენი გუნდი, ჩვენი ხალხი, ჩვენი გურჯაანი ამას როგორ შეეგუება და როგორ მოიშუშებს ამ ტკივილს და მოიშუშებს კი ოდესმე, ეგეც არ ვიცი, მაგრამ თავარი ის არის, რომ გურჯაანს ყავდა არაჩვეულებრივი შვილი და საქართველოს ყავდა არაჩვეულებრივი პიროვნება, პატრიოტი კაცი ბატონი გოგის სახით. და ბატონი გოგის სახით მე მგონია, რომ ერთი დიდი ეპოქა დასრულდა და დამთავრდა სამწუხაროდ. თუმცა უდროდ. მე მინდა უფალ შევთხოვო, რომ სათასასწრებელი დავუმკვიდროს ბატონ გოგის და მშვიდად იძინოს და ჩვენ უნდა ვილოცოთ ასეთ ადამიანებზე ამათი სულების გადასარჩენად, სადიდებლად, როგორც იყო ბატონი გოგი. მადლობა ბატონო გოგი იმ გაწყობისთვის და მეგობრობისთვის, რომელიც თქვენ დათესეთ და რომელიც ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს გვაჩვენეთ. სიკეთით, სათნოებით, კეთილშობილებით, უბრალოებით, გულისხმიერებით და სხვა მრავალი გამორჩეული თვისებებით შემკული გოგი მაჩხაშვილი დღეიდან უკვე წარსული და მწარე მოგონება ყველასთვის, ვინც მას იცნობდა. ჩემთვის ძალიან ძიმეა ეს მომენტი, რომ ამ კაცზე წარსულში უნდა ვილაპარაკო. იმიტომ რომ ნამდვილად აი მოწმენდილი ცაზამეხის გავარდნასავით იყო ეს ამბავი რა. საბოლოო ჯამში მიუხედავად რომ იბრძოდა და უნდა კიდე რაღაც შეინარჩუნებინა ჯანმრთელობა საბოლოო ჯამში ესეთი ძალიან ვერაგმა დაავადებამ და სამღვაცალა ხელიდან კაი კაცი. რაც შეეხება ბატონ გოგის, ჩემთვის ის
უბრალოდ არც თანამშრომელი იყო, არც ხელმძღვანელი და არც სკოლა, ჩვენ ერთი ოჯახებით ვიყავით. 8 წელიწადი ნახევარი ერთად მოვდივართ და ამ ადამიანისაგან მე როგორც აი შვილს ისე მზდიდა და როგორც აი მამა ისე მეკცეოდა, იმიტომ რომ როდესაც ამ სფეროში შემოდიხარ და აბსოლუტურად გამოუცდელი ხარ და რაღაც ესეთი ადამიანი გვერდში გიდგება, ეს არ ვიცი, ძალიან ბევრ ადამიანს ეს არ შეუძლია. მით უმეტეს რომ ამ ადამიანისთვის თავიდან აბსოლუტურად უცხო ადამიანი ვიყავი და საერთოდ ერთმანეთთან გადაგვეთა. ეს იყო საოცრად კეთილი ადამიანი. საოცრად გულისხმიერი, ამაგდა აი სხვისთვის რო შეეძლო ცეცხლში შესვლაც კი. მაგრამ საკუთარი თავისთვის აი საკუთარი პრობლემით არასოდეს არავის არ შეაწუხებდა, არავისთან არ მივდოდა, სატელეფონო ზარსაც კი არა იღებდა. ესე ადამიანი რომელმაც პირადად მე ძალიან ბევრი რამე მომცა, ძალიან ბევრი რამე მასწავლა, ისეთი რაღაცები მასწავლა, რასაც ვერც ერთ უნივერსიტეტში, ვერც ერთ სხვა სოციალურ სივრცეში ვერ ისწავლა. ეს იყო ცოცხალი ენციკლოპედია, როგორი უნდა ყოფილიყო ადამიანი და ყველაზე მთავარი, ერთ-ერთი მთავარი რაც მე ყოველთვის ხვდებოდა თვალში და ჩემთვის მისაბაძი იყო, როგორ უნდა დარჩენილიყო პიროვნებად. ყველაზე რთულ პირობებშიც კი, ძალაუფლების პირობებშიც და ასე შემდეგ, გაჭირვების პირობებშიც. არასდროს ღირსება არ დაუკარგავს ამ ადამიანს და არასოდეს არ დაუხევია უკან. ძალიან პრინციპული კაცი იყო, ჰქონდა თავისი ხედვები და ძალიან უყვარდა რაც თავარია თავისი მუნიციპალიტეტი. გიждდებოდა აქაურობაზე, აქაურ ხალხზე, თელს კახეთზე. მის ამაკს და შრომას არ ჩამოთვლი ხა ეს თელმა საქართველოს მიცის პრინციპში. ეს საოცარი ადამიანი იყო, გულისხმიერი, ძალიან ყურადღებიანი ადამიანი იყო, რომელიც აგვიჭირდა ხოლმე ყოველთვის უგვირეკავდა პირველი, მოლოცვას ვერ დაასწრებდი, იყო ახალი წლები თუ სხვა დღესასწაულები. და უბრალოდ ეს იყო ადამიანი, რომლის იმედიც სულ ჰქონდა. ჩვენ აი ბატონ დავითს მე მინდა მადლობა გადაუხადო საჯაროდ, რომ მომცა იმისი ფუფუნება, რომ ამ ადამიანის გვერდით ამდენი ხანი მემუშავა. ეს ჩემთვის როგორც პიროვნებისთვის ძალიან დიდი გამართლებაა. მე ისეთი რაღაცეები ვნახე და ისეთი გაზრდას მივაღწია, მარტო კარიერულად არა, პიროვნულად და ეს ბატონი გოგის იქ დამსახურება. გოგი იყო ისე ახლოს ჩემთან მეგობრობაში, რომ ამ თემაზე წასულზე უკვე ძნელია საუბარი, მაგრამ დაიმსახურა ის დიდი კაცობა, მან ცხოვრების მანძილზე გაიარა. ვერ დამისახელებთ ვერც ერთი ადამიანს, რომელმაც მასეთი შრომა ჩადო რაიონის განვითარებისათვის. თუ გინდათ იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა იშლებოდა და ინგრეოდა, ის ისევ ხელისუფლებაში და იბრძოდა რაიონის სიკეთისათვის და კომუნიკაბელური იყო, ძალიან მეგობრული იყო. მე კი არა მარტო. ჟიული შარტავა დაიმეგობრა, რომელიც გვერდში გვედგა ჩვენს და გოგისაც და რაიონის განვითარებასაც. ამასთანავე ერთად დიდი განათლებული ადამიანი იყო. ადამიანი, რომელიც მასთან მივიდოდა, ყოველთვის კმაყოფილი გამოდიოდა. ფართოდ რო ვისაუბროთ გოგიზე, ალბათ დღეს არ გვეყოფა, იმიტომ რომ ბავშვობიდან მოყოლებული, სულ ერთად ვიყავით. სპორტსმენი იყო, ერთად თამაშობდით კიდეც და თანაც დანარჩენი კომკავშირიდან მოყოლებული რაიკომი ყველაფერი სულ ერთად ვიყავით, ერთ საქმეს ვაკეთებდით. ისე რომ ჩემთვის გოგი იყო უდიდესი დიდი დანაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ მე თონას ტრაგიკული ოჯახიდან ვარ, ეს დაემატა ძალიან ცუდად ჩემ ცხოვრებას. ბატონი გოგი სოფელ მუკუზანში დაიბადა. საშუალო სკოლის და უმაღლესი სასწავლებლების დამთავრების შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე არაერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობდა და პროფესიონალიზმით, ერთგულებით, დაუღალავი შრომით მუდამ მისაბაძი იყო. თვითონ მეც მომსწრევ იმისა, რომ ბატონ შოთას დაებადა ეს აზრი, რომ ეს ლოკაცია, ეს ადგილი, ლამაზი ადგილი, ახტალისთავის, გამოუყენებელი იყო ყველასთვის. უბრალოდ ზოხებს აძოვებდნენ იქ და ეს იქნებოდა ადგილი, სადაც შეიძლება განხორციელებულიყო აი ესეთი იდეა, რასაც ჯარისკაცის მამა ქვია. მით უმეტეს, რომ ეს კინოფილმი ახალი გამოსვლით იყო და რეალურად ასახვდა ქართველი მამის განწყობას სულს აი იმ მეორე მსოფლიოში, საომლოში და თავისი შვილის მიმართ, მაგრამ ფაქტურად ეს განასახიერებდა ყველა მშობლის სულიერ გრძნობებს თავისი შვილის, რომლებიც ომში მონაწილეობდა. გაიხსნა 1968 წლის 9 მაისს
ეს იყო არა მარტო გურჯაანელების ზეიმი, არამედ მთელი საქართველოს ზეიმი. მთელი ეს ფერდობები, მთელი ამფითეატრი, შევსებული, ჩამოსული იყვნენ საქართველოს ყველა კუთხიდან, ჩამოსულები იყვნენ იტალიელები, პარტიზანები, რომლებიც იქ თუ შენიშნავდით, არის გაკეთებული ბარელიეფი, რომელსაც აღწერია კაპიტან მონს მადლერი იტალიელებისგან. იქ იბრძოდა ჯიმიტელი გიორგი ვარაზიშვილი და ახლობით 20-30,000 კაცმა მიიღო მონაწილეობა. აქ იყვნენ ჩამოსულები მაშინდელი რესპუბლიკის ხელმძღვანელები ყველა, ცნობილი პოეტები, ცნობილი მსახიობები, ყველა გამოდიოდა სიტყვით. დღევანდელი დღე შედგა ღვინის ფესტივალის. ღვინის ფესტივალი ტარდება ღვინის მთავრობის მიერ დადგენილი ღვინის დღეების ფარგლებში. ეს არის ძალიან გრანდიოზული მასშტაბური ღონისძიება. 300-ზე მეტი კორპორაციები და კერძომარნები იღებენ მონაწილეობას. აქ ხდება ჩვენი ქართული ღვინის პროპაგანდა. ჩამოდიან ბევრი უცხოელი, შინჯავენ, აგობებენ, ინიშნავენ ამ ღვინების დასახელებას. ჩამოსულები არიან 5 ქვეყნის დიდი ქვეყნების ბლოგერები, რომელიც მუშაობენ ღვინის პოპულარობაზე. რა თქმა უნდა, აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში მათი მოღვაწეობა უცხოელი ბლოგერების კიდევ უფრო ხერს შეუწყობს ჩვენი ღვინის პროპაგანდას საზღვარგარეთს. სასკოლო სპარტაკიადა დიდი პოპულარობით სარგებლობს ბავშვებში. ეს მისასალმებელია. მიხარია, რომ ძალიან აქტიურობს ამ ნართულებით, როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრი, ასევე სპორტული აივი. და მინდა რომ მიულოცოთ ეს ბავშვებს, ეს დაჯილდოება და უსურვოთ მათ წარმატებები. თერს მუნიციპალიტეტს, თერს საქართველოს ულოცავთ ქართული დროშის დღეს, ქართული დროშის აღმართვას. ქართული დროშა ყველა ქართველი ადამიანის სიმბოლოა. ახლა ის გადაგვრჩენია გზა დაულოცოთ მარადიული სასუფევლისკენ, სადაც მართალი განისვენებენ. შვიდობით ჩვენო ერთგულო მეგობარო, თქვენს კეთილ საქმეებს დავიწყება არ უწერია.